როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა თქვენ უსმენთ რადიო იმედს, მე ნინი ხუგაშვილი ვარ და წარმოგიდგენ დღე ეთერში პროექტს PR ფორუმი. დღეს ვისაუბრებთ კორპორატიული შიდა კომუნიკაციის შესახებ და ისეთ საკითხებს, როგორიც არის კორპორატიული კულტურა, ტიმბილდინგი, თანამშრომელთა ბრენდირება, ჰედჰანტინგი, კომპანია ისორსის PR-ისა და მარკეტინგის დირექტორ ლიკა კაპანაძესთან ერთად განვიხილავთ. მოგესალმებით ლიკა. საღამოშიდობისა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ ხართ დღეს ჩემ გაიცემის სტუმარი. ლიკა, მოდი თავდაპირველად მსმენელისთვის რომ იყოს კარგად გასაგები, ყურში ალბათ ნაკლებად მაამებლად მოხვედრილი რამდენიმე უცხოური სიტყვა წარმოვთქვი, მათი მნიშვნელობები განმარტოთ და შემდეგ უკვე თვითონ მათგანზე ვისაუბროთ გადაცემის მსვლელობისას დაძრულებით. ასე ბუნებრივია უნდა გავაცნობიერეთ კიდეც რა მნიშვნელობის მქონია თითოეული მათგანი ნებისმიერი კომპანიისთვის, რა უნდა იყოს ის საბოლოო შედეგი, რისთვისაც თქვათ უნდა წარიმართოს ის სამუშაო, რომელიც უნდა იყოს ალბათ მართებულად დაგეგმილი, ანუ რა უნდა იყოს სტრატეგია და ძირითადი მამოძრავებელი ძალაში და კომუნიკაციის რა მნიშვნელობის და საჭიროების მქონია ის კომპანიისთვის. ბევრი შეკითხვა დავსვი ერთდროულად, კიდევ ბევრი მოქვს დარჩენილი, ამიტომ იმედი მაქვს რომ გადაცემის ქრონომეტრაჟი მომცემ საშუალებას რომ ეს თემა მაქსიმალურად ამოვწუროთ. ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ მნიშვნელოვან თემას დავუთმეთ ყურადღება, როგორც არის შიდა კომუნიკაცია. დღესდღეობით მსოფლიო ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდია, მე ვიტყოდი. რადგანაც ყველა კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თუ როგორი განვითარება აქვთ მის თანამშრომლებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ იმ კომპანიის მიმართ, რომელშიც მუშაობენ, რამდენად დიდია მათი ჩართულობა, კეთდება სპეციალური კვლევები და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ ტოპ მენეჯერები, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა იყოს თანამშრომლების მხრიდან და რაც შეიძლება მეტი დადებითი დამოკიდებულება იყოს იმ კომპანიის მიმართ, სადაც მუშაობენ. აუცილებელია თვითონ თანამშრომელი ინფორმირებული იყოს და კარგად იცოდეს იმ ბრენდის ფასეულობები, კომპანიის მისია და სხვა ღირებულებები, რომელიც დაკავშირებულია ამ ბრენდთან, რადგან თითოეული თანამშრომელი და განსაკუთრებით სერვისის სფეროში მომუშავე თანამშრომლები არიან პირველადი touch point-ი, შეხების წერტილი კლიენტთან და პირველად სწორედ ისინი უქმნიან შთაბეჭდილებას ბრენდის შესახებ. დღეს ძალიან საინტერესო ტენდენცია ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, აი Apple-ის თანამშრომლები ითვლება, რომ არიან გენიოსები, ესეთი სახელი ქვიათ და რაღაცა ერთი ტიპის თანამშრომლები ყავთ და უკვე შეგიძლია რაღაცა ნიშან-თვისებებით გამოარჩიო, რომ ესენი Apple-ის თანამშრომლები არიან. ეს არის იდეალური ვარიანტი? ეს არის იდეალური ვარიანტი. ზუსტად, ამიტომ რამდენიმე მიმართულება არის შიდა კომუნიკაციაში, internal communication-ში და მე გამოვყოფდი განსაკუთრებულად ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანს და ყველაზე პოპულარულს, ეს არის employee branding-ი, რომელზეც ჩვენი კომპანია InSource-იც მუშაობს და სხვადასხვა კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას ამ პროექტის განვითარებას. ეს არის თვითონ თანამშრომლის დაკავშირება ბრენდთან, ასოცირება ბრენდთან და მისი საშუალებით ბრენდის საკომუნიკაციო მესიჯებისა და ფასეულობების გავრცელება, როგორც კომპანიის შიგნით სამიზნე აუდიტორიაში, ასევე კომპანიის გარეთაც. ეს ბუნებრივია ეკიპირებით არ შემოიფარგლება მხოლოდ, ხო? არა, ეს არ შემოიფარგლება ეკიპირებით, ეს არის ძირითადად თანამშრომლის პოპულარიზაცია და მისი იდენტიფიკაცია იმ თანამშრომლებისა, რომლებიც ყველაზე მეტად ასოცირდებიან ამ ბრენდთან და შემდეგ უკვე მისი ასე ვთქვათ ბრენდირება, რაც შეიძლება კარგად შეფუთვა ამ ყველაფრის ვიზუალურად, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ თანამშრომელთან დაკავშირება თვითონ. ლიკა, თუ შეიძლება, მოდი თავად იმ საკითხზე შევჩერდეთ, როგორ უნდა შეარჩიო შენი გუნდიდან ასეთი თანამშრომელი, რის მიხედვით, რა ნიშან-თვისებებით გამოარჩევ ამას თუ უკვე ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის თანამშრომელი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს უკვე რაღაცა თავისი საქმიანობიდან და ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე, რა არის ძირითადი წერტილი? ბევრი კრიტერიუმია, ძირითადად წინასწარ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შემუშავებული კრიტერიუმები, უნდა პასუხობდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს კომპანიას და ბრენდს.
აუცილებლად თანამშრომელი უნდა იყოს კარგად გაცნობილი თვითონ კორპორატიულ კულტურას, კარგად უნდა იცნობდეს მას, რადგან შემდეგ გადასცეს უკვე სხვა თანამშრომლებს, ასევე კარგი იქნება თუ ეს იქნება დიდი ხნის თანამშრომელი ამ კომპანიაში, წარმატებული, განსაკუთრებული წვლილის მქონე თანამშრომელი ამ კომპანიის განვითარების ისტორიაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ თანამშრომელს ჰქონდეს ის გარკვეული ნიშან-თვისებები, რომელიც გამოარჩევს მას სხვა კომპანიის თანამშრომლებისგან. ზოგადად და ქმნის აი ამ იმიჯს, რასაც ქვია დაუშვათ TBC-ელი, საქართველოს ბანკელი და ასე შემდეგ. ეს ჩვენი საკუთარი ელჩი უნდა იყოს კომპანიის, ხო? აი ეს არის ძირითადი მიზანი, რომ ეს ადამიანები გახდნენ ბრენდ ამბასადორები და რეალურად არიან კიდეც ბრენდ ამბასადორები თავიანთი კომპანიების, უბრალოდ უნდა გიყვნენ კარგი ბრენდ ამბასადორები და ღირსეული, რომ ღირსეულად გადასცენ თავისი ბრენდის. რას ნიშნავს მაგალითად ვარ, ვთქვათ, ბრენდის ამბასადორი, ელჩი. მე უნდა მქონდეს კონკრეტულად განსაზღვრული ასე ვთქვათ, რაღაცა ხასიათის შტრიხებით შეზღუდული უნდა ვიყო ქმედებებში. მე მესმის, რომ ახლა საკუთარ კომპანიაზე არ უნდა ისაუბრო ცუდი, ეს არის მინიმუმ, რაც უნდა გააკეთო, ვთქვათ. მაგრამ აი საკითხიც მაინტერესებს, არის შეზღუდული თანამშრომელი ამ დროს, მას წინასწარ შემუშავებული თანამშრომელი ამ დროს შეზღუდული არ არის, თანამშრომელი ამ დროს არის კარგად ინფორმირებული, თვითონ ნაკლებად აქვს უკვე იმის სურვილი, რომ ისაუბროს ბრენდზე ცუდად და მინდა გავამახვილო ყურადღება იმ 7 სარგებელზე, რომელიც არის employee branding-ის 7 სარგებელი და მე მგონი ამით ყველაფერს ვიტყვით. ეს არის კომპანიის საუკეთესო დამსაქმებლის იმიჯის შექმნა, რადგან შენ თანამშრომლებს კარგად უვლი, ესე იგი ხარ კარგი დამსაქმებელი და შენ იზიდავ ბევრ კარგ კადრს. თანამშრომელთა ბრენდ ამბასადორებად ქცევა, რაზეც უკვე ვთქვით, თანამშრომელთა ჩართულობის და мотиваციის ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის პროდუქტიულობას, ადამიანური რესურსების შენარჩუნება და მათზე ზრუნვა, ასეთ კომპანიებში, სადაც შიდა კომუნიკაცია, employee branding-ი, team building-ი, სხვა მიმართულებები არის კარგად განვითარებული, ძალიან იშვიათია ხოლმე თანამშრომელთა გადინება, ანუ სხვა კომპანიებში გადასვლა, მეტი დამაჯერებელი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რადგან შენ თანამშრომელი, ესე იგი მომხმარებელსაცული, კორპორატიული ფასეულობისა და ძირითადი მესიჯების მიტანა შენ მომხმარებლამდე და თანამშრომლამდე და თანამშრომლებისთვის სტაბილურობის განცდის გაზრდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება რომ განვიხილოთ მაქსიმალურად თუ გვაქვს იმის საშუალება თითოეული მათგანი რას უნდა მოიცავდეს თავის თავში, როგორ ვაკეთებთ ამ თუ იმ ღონისძიებას. მაგალითად мотиваციას როგორ მოგვივებთ? мотиваციას არსებობს ამისთვის, ეს ხომ არის შიდა კომუნიკაციის შემადგენელი ნაწილი და აუცილებელი. სხვადასხვა მიმართულებები არსებობს ამ თვალსაზრისით, მინდა განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილო team building-ის მიმართულებაზე, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია. მთელ მსოფლიოში და უკვე საქართველოში ძალიან კარგად მოიკიდა ფეხი, იმიტომ რომ თითქმის ყველა დიდი კომპანია დაკავებულია ამითი. ეს არის მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ძირითადად მოიცავს თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას და სხვადასხვა მიზნების დასახვას და გადაჭრას აი ამ ღონისძიებით, რასაც ქვია team building-ი. ძირითადად ეს არის ინდივიდუალური და გუნდური შედეგები, ანუ როგორც თითოეულ თანამშრომელზე აისახება ამის შედეგი, ასევე აისახება მთელ გუნდზე და არსებობს სხვადასხვა მიმართულებები team building-ის, რომლებიც ძალიან პოპულარულია, მაგალითად კონფლიქტების პრევენცია შეიძლება მოხდეს. ეს უკვე თანამშრომელთა შორის, რა თქმა უნდა, შეიძლება გავაკეთოთ კრეატიული team building-ი, სადაც თანამშრომლები უფრო მეტად კრეატიულები გახდებიან, რაღაც თემაზე უფრო მეტად კრეატიულ იდეებს. ანუ ეს დამოკიდებული ამ თუ იმ ჯგუფის სპეციფიკაზე, რომელშიც აპირებთ დამოკიდებულია მიზანზე, რატომ ვატარებთ ჩვენ ამ ღონისძიებას, რა არის ჩვენი პრობლემა. ჩვენ ზუსტად კომპანია ინსორსიც ესე იწყებს ხოლმე, რომ სწავლობს იმ პრობლემატიკას, რაც აქვს კონკრეტულად ამ შემთხვევაში გუნდს, შემდეგ ტრენერთან ერთად შესაძლებელია ვერ ხდება კომპანია მას რა კონკრეტული პრობლემა აქვს, მის აღმოჩენაც არის მნიშვნელოვანი. პრობლემების გამოდის ხოლმე თვითონ გუნდურობის ღონისძიებაზე, ახალი პრობლემები წარმოიშვება და რაღაცა ნაწილი უკვე კომპანია მიცის, რომ უნდა გადაჭრას წინასწარ და გეუბნება, რომ აი ეს არის ჩემი მიზანი.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ გუნდურობის ღონისძიება არ შემოიფარგლოს მხოლოდ გუნდურობის ღონისძიებით და შემდგომ დაიწეროს და მიეცეს კომპანიას რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთდეს შემდგომი ნაბიჯები, რა უნდა იყოს. კარგად აღიწეროს თვითონ რა გაკეთდა ამ გუნდურობის ღონისძიების დროს, ვინ იყო ჩართული, ვინ არ იყო ჩართული, როგორი ტენდენციები გამოიკვეთა და რა ახალი პრობლემები დავინახეთ და შეიძლება შემდეგი ღონისძიებები საერთოდ სხვა მიმართულებით წავიდეს გამოჩენილი პრობლემებიდან გამომდინარე. ლიკა, ერთი ვთქვა რა სჭირდება თანამშრომელს და მეორე რა სურს ამ დროს დამსაქმებელს და რატომ უნდა გაითვალისწინოს დამსაქმებელმა ვთქვა საკუთარი კომპანიის ქვეშ დასაქმებული პერსონის ინტერესები. ხშირად უჩნდებათ ასეთი ტიპის შეკითხვები და ხშირად არის დამოკიდებულება, რომ მე ვარ შენი პატრონი, შენ ხარ ჩემი მონა. დიდი ბოდიში, მაგრამ ხშირად team building-ი იმუშავებს და არც internal communication ეს ხშირად თანამშრომელი პრეტენზიას მხოლოდ იმის გამო ვერ გამოთქვას, რომ ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასე შინია სამსახურის დაკარგვის. და ამიტომ ჩაბმულია იმ რუტინაში. ხო, გეთანხმები რომ არის ესეთი შემთხვევებიც, მაგრამ მე ძალიან ვამაყობ, რომ ქართული ბიზნესი უკვე მივიდა იმ სტადიამდე, როდესაც იწყებს ზრუნვას თავის თანამშრომლებზე ნამდვილად. ეს შეიძლება ითქვას თქვა მსხვილ ბიზნესზე. დიდ კომპანიებზე, როდესაც აქ ამის საშუალება, მაგრამ მე ვერ ვიტყოდი რომ მხოლოდ დიდ კომპანიებზე, საკმაოდ პატარა კომპანიებიც როგორც არის 100-150 კაცი როცა ყავთ თავის დაუშვათ თანამშრომლების რაოდენობაში, ისინიც კი ხშირად ფიქრობენ ხოლმე ჩაატარონ გუნდურობის ღონისძიება და დაუშვათ იმუშაონ შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე და გაცლიერებაზე. მე ასე მაინტერესებს ის მოდელი ერთგვარი, ძალიან ცუდი მოდელი, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ არის გავრცელებული ქართულ რეალობაში, რა შედეგის მოტანა შეუძლია ცუდად შეკრულ გუნდს, ასე ვთქვათ. თუდად შეკრული გუნდი არის ნაკლებად პროდუქტიული, ცუდი პერფორმანსის მქონე, ყოველთვის კომუნიკაცია ვერ აგებინებენ ერთმანეთს რა მჭირდებათ, რა უნდათ ერთმანეთისგან, ინფორმაციის მიმოსვლა არის ძალიან ცუდი ყოველთვის და შესაბამისად ფერხდება პროცესები, ამიტომ ცუდ გუნდში ფაქტურად კარგი შედეგების მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია და სამსახურში ნებისმიერი სტრუქტურის წარმომადგენელს უნდა კონდეს ერთმანეთთან წვდომის საშუალება თუ შუამავალი იღებს, თქვათ, მათ შორის კომუნიკაციას, იქნება სხვადასხვა ტიპის საკითხი, რომელი მოდელია უფრო მეტად გამართლებული, როცა მე პირდაპირ მაქვს საშუალება რომ შევიდე და ვთქვათ, განვიხილო ესე თუ ის მაგალითი, თუ აუცილებლად უნდა იყოს, ვთქვათ, ხელმძღვანელების დონეზე მხოლოდ გადაწყვეტილი, ანუ იდენტიფიცირება და რაღაცა პერსონის აღიარება ბუნებრივი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს. ეგ დამოკიდებული ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია კორპორატიულ კულტურაზე, რომელიც არსებობს ყველა ორგანიზაციაში დაუწერლად, დაწერილად თუ როგორღაც აუცილებლად არსებობს და როცა შენ იმ ორგანიზაციის ნაწილი ხდები, ყოველთვის ასე თუ ისე იმ კორპორატიულ კულტურას ითვისებ და ჯდები იმაში. ძალიან საინტერესოა ხოლმე ის სხვადასხვა კომპანიების მაგალითზე სულ სხვადასხვა და აი ზუსტად ამისთვის არის საჭირო შიდა კომუნიკაცია, რომ ყველა მიცოდეს როგორ უნდა მივიდეს ერთი ინფორმაცია მეორემდე, როგორი წესებია შიგნით, რატოა ეს წესები, რა ფასეულობების მატარებელია ეს კომპანია, რა შეეფერება იმ კომპანიის თანამშრომელს და რა არ შეეფერება. ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი კორპორატიულ ეს ყველაფერი აუცილებლად გაწერილია ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოს მხოლოდ დაწერილი და აი ამისთვის გვჭირდება ზუსტად შიდა კომუნიკაცია და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. ყველა კომპანიას აქვს განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში თავისი გაწერილი როგორც მარკეტინგის გეგმა აქვს ხოლმე, ისევე აქვს შიდა კომუნიკაციის გეგმა მთელ წელზე გაწერილი თვეების მიხედვით აქტივობებით და აუცილებელია ასევე სამიზნე აუდიტორიებათაც იყოფა ხოლმე თვითონ შიგნით კომპანია. მაგალითად შუარგოლის მენეჯერებს, საშუალო რგოლის მენეჯერებზეა ხოლმე დაუშვათ ერთ წელიწადს აქცენტი და ყველაზე მეტი ღონისძიებები, ყველაზე მეტი აქტივობა დაუშვათ რაღაც დოზით მიეწოდებათ მათ და ან სერვისის ფრონტის ადამიან თანამშრომლებზე არის ხოლმე აქტივობები გაწეული. ანუ ყველა სფეროს თავისი მიდგომა ჭირდება და
სამიზნე აუდიტორიას და ეს მნიშვნელოვანია, რომ ყველას ერთნაირად არ მივაწოდოთ ეს მესიჯი და მივაწოდოთ სხვადასხვა საინფორმაციო არხები. რა არის მაინც წარმატების ინდიკატორი და სად უშვებენ ხოლმე ხშირად შეცდომებს? ყველაზე ხშირად შეცდომებს უშვებენ მაშინ, როდესაც არ ელაპარაკებიან თავის თანამშრომლებს, არ იგებენ რა სურთ მათ, არ იგებენ არიან თუ არა ისინი რეალურად კმაყოფილები, ჩართულები, უყვართ თუ არა მათ თავისი ბრენდი, რომელსაც ემსახურებიან და თავისი კომპანია. ყველაზე მეტი შეცდომა მაინც აქედან მოდის. და როდესაც თანამშრომელი არ არის მიძღვნილი თავისი სამსახურის მიმართ და განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვს, ეს რა თქმა უნდა მის სამუშაოზეც აისახება ხოლმე. თანამშრომლების შერჩევა და მოძიება საკმაოდ რთული პროცესი მგონია. როგორ უნდა წარმოებდეს ის და ვინ უნდა აწარმოოს? იცით რა, ეს ძალიან ისეთი ვრცელი თემაა, ამაზე ცალკე მუშაობენ, რა თქმა უნდა, ეს უფრო ადამიანთა რესურსების მართვის განყოფილების თემაა. თუმცა საერთო ჯამში ეს უკვე არის იმ კორპორატიული, თქვათ, კომუნიკაციისთვის თუმცა აუცილებელია, რომ აი ეს ფასეულობები რაც არსებობს, რაც ძირითადად დადგენილია და ის კორპორატიული კულტურა იმ თანამშრომლებს, რომლებსაც იყვან შენ მომავალში და არიან ნიუკამერები შენ კომპანიაში აუცილებლად პასუხობდნენ იმ ფასეულობებს და შესაბამისობაში უნდა იყვნენ შენ ბრენდთან აუცილებლად. აქედან გამომდინარე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ძალიან ცოტა დრო გვაქვს სამწუხაროდ დარჩენილი, დაახლოებით 2 წუთი, როგორც ხმის რეჟისორი მატყობინებს. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ 2 წუთში ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ამ თემებს კარგად წამოწევს წინ? რა არის? ერთ-ერთი ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, ვინ უნდა იყოს თქვათ ამ ყველაფრის მამოძრავებელი ძალა, ერთგვარი შემსრულებელი, მხოლოდ თქვათ კომპანია, რომელიც თქვათ რომ ავიღოთ ინსორსის მაგალითი, მთელი ამ კომპანიის არსებობის მანძილზე ვერ გაუწევს მას მეურვეობას, ბუნებრივია და ჭირდება კადრი, ვინც მასზე უნდა იყოს პასუხისმგებელი. კომპანია ინსორსი ამ შემთხვევაში იქნება იმ კომპონენტების შემსრულებელი, რომლებიც არის ამ შიდა კომუნიკაციისთვის აუცილებელი, რომ ის კარგად წარიმართოს კონკრეტული პროდუქტების, როგორც არის მაგალითად employee branding-ი, team building-ი და ასე შემდეგ, რაც შეიძლება რომ კომპანიამ აუთსორსზე გაიტანოს, რადგანაც ერთჯერადი ღონისძიებებია წლის განმავლობაში, მაგრამ ზოგადად აუცილებელია, რომ თვითონ კომპანიაში იყოს ერთი ადამიანი, რომელიც თუ დაუშვათ მარტო ამაზე არა, გარკვეულწილად მაინც ამაზე ზრუნავს, რომ ყველა თანამშრომელი იყოს ინფორმირებული თავისი ბრენდის შესახებ, კორპორატიული კულტურის შესახებ, გუნდში იყოს მოწესრიგებული მდგომარეობა, შიდა კომუნიკაცია და ასე შემდეგ. ლიკა, თუ შეიძლება მითხარით, მხოლოდ თქვენ ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გაქვთ ამ მიმართულებით მუშაობის და ხშირად ისმის ხოლმე თქვენ მოტივაციასთან დაკავშირებით, რა არის ყველაზე კარგი მამოტივირებელი თანამშრომლებისთვის, დრო პრაქტიკულად აღარ გვაქვს და შემდეგ უკვე უნდა დავასრულოთ. ყველაზე კარგი მამოტივირებელი არის ის, რომ გიყვარდეს ის კომპანია, სადაც მუშაობ და ის ბრენდი, რომელსაც ემსახურებიან. როგორ უნდა შევაყვაროთ? ეს უკვე იმის დამსახურება იქნება, რამდენად კარგი შიდა კომუნიკაცია გვექნება და რამდენ კარგი ღონისძიებას გავაკეთებთ. და სულ 2 სიტყვით ვასრულებთ პრაქტიკულად გადაცემას. უღრმესი მადლობა რომ იყავით დღეს PR ფორუმის სტუმარი. რა შეგიძლიათ ურჩიოთ კომპანიებს და დასაქმებულებს ამ შემთხვევაში? კომპანიებს მინდა ურჩიო, ტოპ მენეჯმენტს მინდა ურჩიო, რომ რაც შეიძლება მეტი იზრუნონ თავის თანამშრომლებზე, რადგანაც ეს უკან დაუბრუნდებათ კარგი შედეგებით. ხოლო თანამშრომლებს მინდა ურჩიო, რომ რაც შეიძლება მეტად დადებითად შეხედონ თავიანთ კომპანიას, რომელშიც მუშაობენ და მოითხოვონ დაუშვათ ის, რომ მეტად ინფორმირებულები იყვნენ და უფრო კარგად გააკეთონ თავიანთი საქმის შესაბამისად. კორპორატიული შიდა კომუნიკაცია იყო დღეს PR ფორუმის სასაუბრო თემა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ლიკა კაპანაძე გახლავთ, კომპანია ისორსის PR-ისა და მარკეტინგის დირექტორი, დღეს PR ფორუმის სტუმარი. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. წარმატებებს გისურვებთ, მოვინიშნე საკითხები და აუცილებლად კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მოხვიდეთ მერე ჩემთან გაიცემაში და განვიხილოთ ისინი დაწვრილებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.